რომ ვკითხოთ ქართულ ოცნებას. თქვენი პრობლემების ათეული ჩამომითვალეთ. ათეულში შედის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საკითხი? ოღონდ ეხლა ის გეტყვის კი როგორ არა. პროგრამა მანახ, კაცო. რეალურად რა სიტყვა კი არ მაინტერესებს. სიტყვას ეგენი ისეც ლაპარაკობენ, მაგის 5% რო სიმართლე იყოს რა გვიჭირს. სიტყვა კი არა. საქმე აი ბიუჯეტში არის რამე თანხა გადადებული, რამე პროგრამა არსებობს, რამე კონკრეტული გეგმა. ათეული ჩამომითვალეთო რო უთხრა, აი ამ ნომერ პირველი პრობლემის. ათეულშიც არ შედის. რა თქმა უნდა. მეორე, ქვეყნიდან მოსახლეობის სტიქიური გადინება. ეგ არის როგორ იცი? ზუსტად არტერია რო გადაუჭრა ადამიანს, რა სისწრაფით დაიკარგება სისხლი, მასეთი სისწრაფით გადის აქედან ჩვენი მოსახლეობა. პირდაპირ ეთერში გითხრა, რომ ევროპაში უნდა წავიდეთ და იქ უნდა იმუშაოთ. მე მაინტერესებს, ქართულ ოცნებავ, თქვენ გეკითხებით. თქვენი პრობლემების ათეულში კი არა, 20-ეულში მაინც თუ არის იმ ხალხის დაბრუნების კი არა, ეხა ვინც ჯერ კიდე აქ არის ის რო არ წავიდეს მაგის გეგმა. კონკრეტული ოღონდ კი არ მინდა, კაცო, ესე კი არ მინდა. პასუხი კი არა. გეგმა თუ არის ეგეთი, გვანახეთ. მესამე, უკონტროლო მიგრაცია. საქართველოს რომ არე პირობითად რო იქნება მარტო საქართველოს კანონი, სხვა არაფერი არ ჭირდება მაგას. კანონი შესაბამისი ეროვნული ინტერესების არ გვაქვს. რასაკეთებთ მაგ მიმართულებით? და კიდე თავარი, მაგ მიმართულებით ეხა შეკითხვა ზედმეტია, ვიცი რომ არნაირი გეგმა არ არის. ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით საერთოდ თუ არის, არა 20-ეულში არა, 100-ეულში თუ არის ეგ საკითხი. კონკრეტული გეგმების. 100 პრობლემა რო ჩამოვთვალოთ, 99-ე მაინც თუ არის ტერიტორიული მთლიანობა, ანუ გეგმა თუ გაქვს რამე.